და კიდევ ერთი რეპორტაჟი დღევანდელი აქციიდან გზავნილი ქვეყნის ერთიანობაზე და რუსულენოვანი ტრანსპარენტები ანტირუსული შინაარსით. პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტის წინ, რომელსაც ვანო მერაბიშვილი ჩიტაძის ქუჩიდან უსმენდა. აქციის დეტალები ნახეთ თამარ ჩიხლაძის სიუჟეტში. ევროპული არჩევანის მხარდაჭერა რუსული პლაკატებით და ქართული ოცნების სახეები საბჭოთა გერბის ფონზე. კითხვაზე რა არის დღევანდელი აქციის მთავარი მოთხოვნა, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების პასუხები ერთნაირი იყო. ჩვენ გვინდა ევროპა, ჩვენ ერთადერთი გზა არის ევროინტეგრაცია და ევროპული მომავალი. უჭერთ ხარჯს ევროკავშირისგან წისვლისკენ, არა რუსეთისკენ. მიყვარს მიშა ძალიან, კაი კაცია. ერთმანეთს გავდა პასუხებიც კითხვაზე, რას ნიშნავს ევროპული არჩევანი. არ მინდა რა. ბატონო, არ მინდა ლაპარაკი კაცო. არ მინდა. სახე ზოგმა ხელით დაიფარა. ზოგმა დროში. კი, რა თქმა უნდა, უჭერთ. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას უჭერთ ფარს. კითხვაზე ზუსტი პასუხი მუსიკოს დარეჯან ჯინჭარაძეს აღმოაჩნდა. მისთვის რუსთაველის გამზირზე ახალი ეროვნული მოძრაობა დაიბადა. ეს იყო არაჩვეულებრივი აქცია. ასეთი აქცია 90 წლებიდან არ ყოფილა. ეხლა დაიწყება ახალი მოძრაობა, ახალი სიტყვა, ახალი როგორ გითხრათ, როგორ აგიწევთ რა, ახალი შემართება საქართველოს ისტორიაში. ეთნიკური უმცირესობის მხარდასაჭერად მოვიდა მძღოლი გურამ რახრახაძე. სომეხი ვარ და მოვედი დღეს სომხები ძალიან ბევრი ყოფილვარ. ასე გადაეცით კარის პოეტ ჩარკვიანს. პინგვინების მხრიდან ბეღურების ოკუპაცია მაისურით გააპროტესტა მიშა თავხელიძემ. იძინა ივანიშვილის პინგვინმა მერცხალი კი არა, ბეღურა შეჭამა. პოეტმა დეფი გოგიბედაშვილმაც განმარტა, რატომ არის დღეს აქ. მინდა რომ შეიცვალოს საქართველოს გზა დასავლეთისკენ და გაუხვიოს საქართველოს ჩრდილოეთისკენ. მე არ ვენდობი პრემიერ-მინისტრი ივანიშვილს როგორც პოლიტიკოს, არ ვენდობი მის ადმინისტრაციას, ამბობენ რომ ეს მიდის ჩვენი გზა დასავლეთისკენ, მაგრამ მაგ შინაგანი განცდა რომ არ ვენდო მათ. აქციაზე ქართული ოცნების მომხრეც გამოჩნდა საგანმანათლებლო ფუნქციით. მან ნაციონალების მხარდამჭერებს სულ სხვა სინათლის ვარსკვლავის გაბწყინება ამცნო. დღეს საქართველოს სინათლის ვარსკვლავი გამოუბრწყინდა, კიდევ ვერ გაუგიათ. ამ ხელა დემაგოგიას როგორ კადრობს ჩვენი გიჟი პრეზიდენტი, რომ კიდე გამოდის და ხალხს ესე ეუბნება. ეგრო ნორმალური ადამიანი იყოს, პატარა პატიოსნება რო გააჩნდეს, ეგ ახლა ქვეყნიდან უნდა გარბოდეს, მაგრამ ვინ გაუშვებს ამ უბედურს ამას? მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ საქართველოს ამაზე მეტი მოღალატე არ ხავს. მაგრამ მე ეს ხალხი მენანება, ყველა ღვთის შვილი არის, ყველა დღეს თუ ხალე გონს მოეგება და ყველა მიხვდება, რომ ეს რამხელა ნაძირალა ხელისუფლება მოვიშორეთ ჩვენ და რამხელა სიკეთეში შევედით ჩვენ. როცა ბანდიტი მოდის და თქვენ კულტურული ადამიანი ხართ, როგორ დისტანციას დაიჭერთ, რომ რამე უხერხულობაში არის, იგივე უნდა გქონდეს რუსეთთან. ამ მომრჩევლსა და ლიდერებს შორის დისტანციის დარღვევას ვანო მერაბიშვილი შეეცადა, თუმცა წარუმატებლად. მერაბიშვილს არც მეორე, უფრო მოყვარულ გულშემატკივარში გაუმართლა. მე ვარ იმის გულისთვის, რომ ჩემმა სამშობლომ გაიმარჯოს. რა თქმა უნდა, სააკაშვილმა, მერაბ ივანიშვილმა რა სიკვდილია კაცო. ყოფილი პრემიერი ჟურნალისტებმა შეაწუხეს. მერაბიშვილმა პრეზიდენტის გამოსვლისთვის თვალყურისდევნება შორიდან ამჯობინა. რა თქმა, ბევრი ხალხი მოვიდა, ყველანი ბედნიერები ვართ. ეხლა ვიღაცას თუ არ მოეწოდა კი ბატონო. თქვენ მოგეწოდათ ბატონო, შენ მოგეწოდა. ბატონო, შენ მე ჟურნალისტი ვარ. ამიწერეს. ჩაგეწოლა. მონაწილე ვარ აქციის, მაგრამ არა ვანოს მომხრე და ის რა ქვია იმას ველოსიპედზე ჩამოვარდა. სააკაშვილის, არამედ ხალხის, ჩემი ხალხის, ჩემი დები, ჩემი ძმების. ველოსიპედიდან ჩამოვარდნილმა პრეზიდენტმა პირადი დაცვა კიდევ ერთხელ ანერვიულა და ტრავმირებულის პირობაზე ტრიბუნა შესაშურისის ხარტით დატოვა.